ქალაქის მთავრობის მთავარი გამოწვევა ჯერ ისევ გამოწვევად რჩება. თბილისში ავტომობილი და ფეხითაც გადაადგილება სულ უფრო რთულდება. მერიაში ამბობენ, რომ პრობლემაზე მუშაობა უკვე დაიწყეს და დედაქალაქის განტვირთვას არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი სპეციალისტებიც შეეცდებიან. ქალაქის რთული ლანდშაფტის შეცვლა გაჭირდება, მაგრამ ინფრასტრუქტურის მოწყობა და მოქალაქეებში ცნობიერების ამაღლება ალბათ უფრო რეალურია. ნახეთ ნათია ორველაშვილის რეპორტაჟი. ფეხის მოსიარულეებს აფერხებენ და მძღოლებიც აფერხებენ. აშავებს ორივე მხარე, შედეგი კი თბილისის ქუჩებში არსებული საცობებია. თუ ადრე დედაქალაქში რამდენიმე პრობლემური ზონა არსებობდა, დღეს როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასეთი წერტილების დასახელება რთულია. უკვე არა მხოლოდ პიკის საათებშიც თბილისში ავტომობილით გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია. გზებზე შეფერხებებს სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს. ობიექტური დედაქალაქის ლანდშაფტი და ვიწრო ქუჩებია. სუბიექტური მიზეზების გამოსარკვევად კი საგზაო უსაფრთხოების ექსპერტი შალვა ოგბაიძე ქალაქის ხელმძღვანელობას პირველ რჩევას აძლევს. პირველი რიგის ამოცანები არის რამდენიმე ახალგაზრდის შეკრება, ცხელი ხაზის გახსნა, რომელიც შეაგროვებს ინფორმაციას საცობის სადაც წარმოიშვება, გადის ჯგუფი და სვავს ზუსტ დიაგნოზს. კიდევ ვიმეორებ, ქუჩას სიგანეს არაფერი არ ეშველება, მაგრამ აღდილჩას, გაუმართავ შუქნიშას, ჩამოგდებულ საგზაო ნიშას, ან მოძრაობის ორგანიზაციის გადალაგებას, ან მარშრუტის შეცვლას, ამას სჭირდება რამდენიმე დღე. საცობის შექმნის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის გზებზე საკუთარი შეხედულებები აქვთ მძღოლებს. სამსახურები რო არ არის, მთელი სოფლები თბილისშია, ეგ არის. როგორ უნდა მოგვარდეს სამსახურების ადგილი იმ სოფლებში, რაღაც რაიონებში სამსახურები უნდა გაჩნდეს. ამაზე უნდა მუშაობდეს სპეციალური სამსახური, რომელსაც შეუძლია ამის დათვლა, გამოთვლა, ქუჩის გამტარუნარიანობა, რამდენ მანქანა შეუძლია გაიაროს, და ასე შემდეგ. მანქანაა ბევრი, გზები არ ყოფნის, ავტოსადგომები არ ყოფნის ფაქტია, ხო უშლიან ერთმანეთს ხელს, რა ვიცი. გზების განტვირთვის მიზნით სპეციალური ჯგუფი შეიქმნა მერიაში. ჯგუფი 7 მიმართულებით იმუშავებს. ზაფხულში კი საქმეში უცხოელი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან. თბილისს ეწევა დუბლინიდან 2 სპეციალისტი, რომლებიც მუშაობენ თანამედროვე საცობების მართვის ელექტრონულ სისტემაზე. ისინი გაათვალიერებენ ჩვენთან არსებულ სისტემას, გააკეთებენ შესაბამის შეფასებებს და დაგვიდებენ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ელექტრონული სისტემა სამომავლოდ. მერია საცობებთან ბრძოლას საინფორმაციო კამპანიის მეშვეობითაც გეგმავს. დედაქალაქის მთავრობაში მიაჩნიათ, რომ საკითხის გადაწყვეტაში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაც დაეხმარებათ. იმის გამო, რომ პრობლემა მრავალმხრივია, ჯერჯერობით ზუსტი ვადების დასახელება, როდის განიტვირთება ქალაქის ქუჩები, შეუძლებელია.